გამარჯობა. შაბათიც მოვიდა და ეთერშია გადაცემა ეკოვიზა და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისევე როგორც ყოველთვის ვისაუბრებთ ხოლმე გარემოს დაცვის საკითხზე, მით უმეტეს რომ ივნისის თვეში ყველანი დავრწმუნდით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას. არა სტუმართ მოყვარე ზღვა, სტუმართ მოყვარე ზღვა, პონტო ზღვა, სპერის ზღვა, ზემო ზღვა. ძალიან დიდი ხნის წინ სხვადასხვა დროს ეს სახელები ერთსა და იმავე ზღვას ერქვა. დღეს მას შავი ზღვა ქვია და სწორედ შავ ზღვაზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. შავ ზღვას ბევრი ისტორია და მოვლენა უკავშირდება, მათ შორის ცნობილი მითი არგონავტების შესახებ. თუმცა მითებისა და ისტორიის გარდა, ალბათ ისიც უნდა ვიცოდეთ, რამდენი ქვეყანა ენაწილებს შავ ზღვას, როგორია მისი ბიომრავალფეროვნება და რაც მთავარია, რა ეკოლოგიური პრობლემების წინაშეა იგი დღეს. თუმცა ჯერ ვნახოთ ვიდეო და შემდეგ უკვე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. შავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ზღვაა დედამიწაზე. შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე ახალგაზრდა და ამავე დროს ყველაზე ჩაკეტილი ზღვაა მსოფლიოში. შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვას მხოლოდ ბოსფორის სრუტით უკავშირდება. შავ ზღვაში ცოტა კუნძულია. ყველაზე დიდი, ზმეინი, დუნაის დელტადან 35 კილომეტრში მდებარეობს. ასევე ბერეზანი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული სანაპიროს. შავი ზღვა თავდაპირველად მტკნარი ტბა იყო, მაგრამ გამყინვარების ხანის ბოლოს დაახლოებით 7000 წლის წინ ხმელთაშუა ზღვის წყალმა დღევანდელი ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შემოაღწია და თანდათანობით მლაშე წყალსატევად იქცა. შავ ზღვას მტკნარი წყლით მდინარეები ამარაგებენ. შავ და აზოვის ზღვებში 300-ზე მეტი მდინარე ჩაედინება. მათ შორის ევროპის უდიდესი მდინარეები: დუნაი, დნეპრი და დონი. ზოგიერთი მათგანი ზღვაში ჩადინებამდე დელტას ქმნის. შავი ზღვის მდინარეთა აუზები 22 ქვეყანას აერთიანებს. დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის ჩადინების გამო შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვასთან შედარებით ნაკლებად მარილიანია. მისი ზედაპირული წყლების ტემპერატურა ზამთარში -1 გრადუსია, ხოლო ზაფხულში +31 გრადუსს აღწევს. 500 მეტრზე დაბლა წყლის ტემპერატურა მუდმივად +9 გრადუსია. ზამთარში ნაკლებად მლაშე ზედაპირული წყლები ყინულით იფარება. ძლიერი ღელვა, როდესაც ტალღის სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს, უმეტესად ზამთარში იცის. შავი ზღვის წყალი შრეებად იყოფა. ზედა შრე ჟანგბადით მდიდარია, ქვედა შრე კი არა. გეოლოგიური პროცესების შედეგად შექმნილი უჟანგბადო ღრმა შრე დიდი ოდენობით გოგირდ წყალბადს შეიცავს, რის გამოც შავი ზღვის 90% უსიცოცხლოა. შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება ხმელთაშუა ზღვასთან შედარებით მწირია. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის შავი ზღვის ნაკლები სიმლაშე, ცივი წყალი და ჟანგბადის მწირი შრე, რაც გამოწვეულია მომწამლელი გოგირდწყალბადის მაღალი შემცველობით. სწორედ ამიტომ არის, რომ სითბოს მოყვარული სახეობები და ღრმა წყლის ორგანიზმები, რომლებიც მრავლადაა ხმელთაშუა ზღვაში, შავ ზღვაში არ გვხვდება. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ადამიანის საქმიანობამ და დაბინძურებულმა მდინარეებმა შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებას დიდი ზიანი მიაყენა. გადამეტებული თევზჭერისა და დაბინძურების გამო სახეობები ძალიან შემცირდა. მაგალითად, სრულიად გადაშენდა თეთრმუცელა სელაპი, ხოლო 80-იანი წლებიდან თევზჭერის შედეგად დიდი ზიანი მიადგა დელფინებს. 1996 წლის 31 ოქტომბერს სტამბულში შავი ზღვის ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრები შეიკრიბნენ და ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას. მას შემდეგ 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. დავბრუნდით სტუდიაში და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი ნესტან ხუნწარია, 171 სკოლის პედაგოგი გალბატონი ხათუნა ჯიმშიაშვილი და ამავე სკოლის მოსწავლეები ნიკოლოზ ოკუჯავა და ნინი დადვანი. მოგესალმებით. მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. გამარჯობა. თქვენ ძალიან საინტერესო პროექტს აწარმოებთ, ამ პროექტს ქვია შავი ზღვის კივრი და მოგვიყევით აი ამ პროექტის შესახებ გალბატონ ნესტან. მოგახსენებთ, ეს პროექტი არის დიდი გლობალური პროექტის ნაწილი, რომელსაც აფინანსებს Global Coca-Cola.
არსებობს ასეთი პროგრამა, რომელსაც ის აფინანსებს, ეს არის წყლის ყველა წვეთს მნიშვნელობა აქვს და ეს პროექტიც არის ამ დიდი პროგრამის ნაწილი. პროგრამა შემუშავდა შავი ზღვის 6-ვე ქვეყანაში და განხორციელდა მათ შორის საქართველოშიც. რას წარმოადგენს თვითონ ეს შავი ზღვის სკივრი? ეს არის საგანმანათლებლო კომპლექტი, რომელიც შედგება მასწავლებლებისთვის მომზადებული სახელმძღვანელოსგან, ეს არის დამატებითი მასალა სასწავლო პროგრამის გარდა, როგორც დამატებითი მასალა ისე ისწავლება და ეს მასალა სთავაზობს მასწავლებელს იმ დამხმარე სავარჯიშოებს, თამაშებს, თვალსაჩინო მასალას, რომელიც მას გამოადგება სწავლების პროცესში, უფრო ესე ვთქვათ, ინტერესის გასაღვივებლად ბავშვებში. ეს სახელმძღვანელო. კი, ეს არის სახელმძღვანელო კომპლექტი, რომელიც მასწავლებლებისთვის არის გათვლილი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთარგმნეთ მასალა ქართულ ენაზე, მოხდა ადაპტირება ქართულ კონტექსტთან უფრო ახლოს მოყვანა, ჩვენ ჩავატარეთ, გამოვაცხადეთ, შევაგროვეთ დაინტერესებული მასწავლებლების ჯგუფი და ჩავუტარეთ ტრეინინგი, სადაც შევთავაზეთ, გავაკეთეთ წარდგენა მასალის, ვაჩვენეთ რა და რა შეიძლება გაკეთდეს თვითონ ამ სკივრის გამოყენებით რისი მიღწევა არის შესაძლებელი და ამის შემდეგ უკვე მასწავლებლებმა დაიწყეს გამოყენება. რამდენი სკოლა ხელმძღვანელობს აი ამ სახელმძღვანელოთი? თავდაპირველად გათვალისწინებული იყო, აქცენტი გაკეთებული იყო შავი ზღვისპირა რეგიონებში, აჭარაში, გურიაში და სამეგრელოში, მაგრამ ინტერესი იმდენად დიდი იყო მასწავლებლების მხრიდან, რომ გადავწყვიტეთ, რომ კახეთშიც და იმერეთშიც ჩაგვეტარებინა ტრეინინგები, რა თქმა უნდა თბილისში ჩატარდა. სულ მონაწილეობა მიიღო ამ ეტაპზე 200 სკოლამ, ამ 200 სკოლიდან მხოლოდ 11 არის თბილისიდან, დანარჩენები რეგიონებიდან არიან. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ტრეინინგების სერია დასრულებულია ამ ეტაპზე, ინტერესი კვლავ ჩანს, გვიკავშირდებიან, სურვილი აქვთ, რომ თქვათ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ და რაღაცნაირად უფრო მეტი საშუალება მივცეთ, ასე ვთქვათ, მასწავლებლებს, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ გადამზადებაში და რამდენადაც ამ მომენტისთვის არის ცნობილი, ძალიან კარგი შედეგებიც აქვს. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. რა ვიცი, დიახ, ჩვენი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა და გახარებულები ვართ ამ. კი ბატონო. და აი, რამდენი ხანი არის უკვე ეს პროექტი? პროექტი დაიწყო 2014 წელს საქართველოში. საქართველო არის ამ 6 ქვეყნიდან ბოლო, რომელიც ჩაერთო პროექტში. 2014 წელს იყო დაეთმო დრო უფრო მოსამზადებელ პროცესზე. სანიგი ითარგმნა მასალა, მერე მოხდა ადაპტირება. თვითონ ტრეინინგები მასწავლებლებთან უშუალო ურთიერთობა დავიწყეთ 2015 წლის იანვარში, აი ახალი წლის არდადეგების პერიოდში მასწავლებლებმა არ დაიზარეს, მოვიდნენ, მიიღეს მონაწილეობა და მეორე სემესტრი, ანუ იანვრიდან დღემდე მოყოლებული, მთელი ეს სემესტრი სკოლები ასწავლიდნენ სკივრს და რა ვიცი, გასაგებია. ხათუნა, თქვენთან მექნება შეკითხვა, რითი დაგაინტერესათ აი ამ სახელმძღვანელომ, რატომ ჩაერთეთ? ზოგადად თვითონ პრობლემა იმდენად დიდია შავ ზღვასთან დაკავშირებით. აქ აქცენტი არის ერთ-ერთი გაკეთებული ეკოლოგიურ საკითხებზე, შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. მე პროფესიით გეოგრაფი ვარ, ამიტომ ჩემთვის ძალიან ნათელი იყო ეს პრობლემა, რაც გამოკვეთილია ამ სახელმძღვანელოში და ზოგადად თემა იყო ძალიან საინტერესო. შემდეგ ტრენინგზე ყოფნის შემდეგ უფრო სხვა კუთხით გავეცანი ამ მასალას, იმიტომ რომ აქ არის ძალიან გამდიდრებულია სახელმძღვანელო თვალსაჩინოებებით, ვიზუალური მასალით, ახლავს რუკები, ახლავს სხვადასხვა ფოტო ილუსტრაცია, რაც ყველაზე მთავარია, გამზადებული აქტივობები, რაც მასწავლებელს პირდაპირ ეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში. თვითონ ბავშვებსაც ალბათ კარგად ამახსოვრდებათ, რადგან ასეთი კი ბატონო, როდესაც ბავშვი თვითონ აკეთებს იმას, რის სწავლაც უწევს შემდეგ, ეს უფრო მეტ ინტერესს იწვევს, მეტი ხალისხით მუშაობს ბავშვი მასალაზე, თემაზე და შემდგომ მისი გაკეთებული, ვთქვათ, ის ილუსტრაცია იქნება თუ ვთქვათ, სხვა მასალა იქნება, უფრო კარგად ამახსოვრდება და სოდნის ხარისხიც იზრდება, რა თქმა უნდა. რაც თავარია, ინტერესია ძალიან მაღალი, როგორც დაწყებით საფეხურზე, ასევე საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის. მე რამდენადაც ვიცი, ეს პროექტი ჯერ იყო მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის გათვლილი, მაგრამ აქ იმდენად საინტერესო აქტივობებია, რომ სრულიად თამამად შეიძლება ეს გავიტანოთ საბაზო საფეხურზე, კერძოდ მე-7, მე-8, მე-9 კლასში და იქაც ბავშვები ძალიან ხალისით მუშაობენ ამ პროექტზე და პროგრამაზე.
ამაზე. მოგვიყევით რა სახით გადაცემთ ამ ინფორმაციას, ანუ რა ფორმით მოსწავლეებს? კი ბატონო, ამ სახელმძღვანელოში ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს მასალა გამოიყენება როგორც დამხმარე რესურსი. არის აქ დაყოფილი ეს სახელმძღვანელო თვითონ სხვადასხვა მიმართულებებით, ჯერ რა თქმა უნდა თეორიული ნაწილის მიწოდება ხდება მოსწავლეებისთვის და შემდგომ უკვე არის აქტივობები, რომელიც კეთდება იქვე სასწავლო პროცესის დროს სკოლაშივე აკეთებენ ბავშვები და არის კიდევ საშინაო დავალებები, რომლებიც სახში ეძლებათ მოსამზადებლად. ანუ ეს არის რაღაცა ერთობლივი მუშაობა. ესე რომ ვთქვათ, რაღაც 3 ეტაპს გადიან ხო სკოლაში ახსნას, შემდეგ უკვე იქვე გაკეთებას და დავალებას. ძალიან ყველაფერს გეოგრაფიის გაკვეთილზე აკეთებენ თუ ცალკე გაკვეთილია? ამას აკეთებენ, როგორც მე ვახსენეს, დაწყებით საფეხურზე საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგი ეხმარება ამ მასალის მიწოდებაში. მე მიწევ საბუნებისმეტყველო, ანუ ბუნების სწავლებას პირველ მეექვსე საფეხურზე, ამდენად ბუნების გაკვეთილზე ხდება და საბაზო საფეხურზე უკვე გეოგრაფიის გაკვეთილებზე. თუმცა შეიძლება ძალიან თამამად გამოიყენოს ეს ბიოლოგიის მასწავლებელმაც, იმიტომ რომ ძალიან ესეთ თვალნათელი და კარგი აქტივობები და კარგი მასალა არის აქ ბიოლოგებისთვის საინტერესო, რაც შეიძლება იყოს, რომელიც შეეხება შავი ზღვის ცოცხალ ორგანიზმებს, ამიტომ სრულიად თამამად შეიძლება ბიოლოგმაც გამოიყენოს გაკვეთილზე ეს დამხმარე რესურსი. ნინი, მოდი შენ შეგეკითხები და მე ნიკუშას. აი თქვენთვის რა შეიცვალა ამ პერიოდში, რაც გაეცანით ამ სახელმძღვანელოს, რა მიიღეთ, რაც ცოდნა დაგროვდა თქვენში? ჩვენ ცოდნა ავიმაღლეთ შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით და ყოველ გაკვეთილზე ვჭრიდით, ვსვამდით საკითხს, როგორ უნდა გადაგვეჭრა ეს საკითხი. ფიქრობთ, რომ უკვე იმდენი ცოდნა დაგიგროვდა შავი ზღვის შესახებ, რომ სხვა თქვენ თანატოლებსაც გაუზიაროთ, ასე ალბათ, ხო? შესაძლოა. კარგი, ნიკუშა რას გვეტყვის? აბა გახსოვს ახლა რაიმე ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ყველაზე მთავარი პრობლემაა შავი ზღვისთვის. შავ ზღვაში ტანკერების მიერ ჩაღრული ნავთობის არის უდიდესი პრობლემა. გეთანხმები, რა თქმა უნდა. ნესტან, მოდი უფრო დაწვრილებით გითხარით, რისგან შედგება ეს წიგნი, რა თამაშებია, რამდენი თავია და ასე შემდეგ. სკივრი შედგება ერთი სახელმძღვანელოსგან, რომელიც შედგება 5 თავისგან. ეს 5 თავი მოიცავს ყველა იმ პრობლემას, იმ უბრალოდ მიმართულებას, რომელიც დაკავშირებული არის შავ ზღვასთან, ბიომრავალფეროვნების გამოყენების, ეკოლოგიური პრობლემის, მისი დაცვის საშუალებების, საფრთხეების შესახებ. ანუ მთელი ეს მასალა, ასე ვთქვათ, გულისხმობს და ფარავს, ასე ვთქვათ, პრობლემატიკას სრულად. ალბათ სახეობებიც არის, ნახსენები რა სახეობები. გარდა სახელმძღვანელო წიგნისა, რომელიც არის, როგორც მოგახსენეთ, მასწავლებლის სახელმძღვანელო და არა ბავშვებთან დასარიგებელი და ბავშვების სამეცადინო, სკივში არის ასევე თვალსაჩინო მასალა. აქ არის რუკა, რომელზეც ნაჩვენებია უფრო თვალნათლივ, რას წარმოადგენს შავი ზღვა, მის გარშემო არსებული ქვეყნები და არის კიდევ ასევე ძალიან კარგი პლაკატი, რომელიც შემიძლია გავშალო და გაჩვენოთ. და მე ვხედავ რომ ამ პლაკატზე სახეობებია. ყველა ის სახეობა, შეიძლება ვაჩვენოთ ეს მაყურებელს. რომელიც დაამახსოვრდებათ ბავშვებს, მათზე, ესე იგი, ამ ყოველ სახეობის ნებისმიერი, ესე ვთქვათ, წარმომადგენლის შესახებ არის სკივში ინფორმაცია და არსებობს ასევე ბარათები, რომელიც ასევე დაეხმარება ბავშვებს იმაში, რომ ესე იგი შეძლონ უფრო ეს არის ერთ-ერთი აქტივობის ნაწილი. ბარათზე ერთი მხრიდან გამოსახული არის რომელიღაცა თევზი, სახეობა, ან თქვათ შეიძლება მიკროორგანიზმი იყოს, ან წამწველი იყოს. და მეორე მხრიდან აქ არის დასმული შეკითხვები. ანუ ერთ-ერთი თამაშის არსი ასეთი აჩვენებს, ესე იგი, კითხულობს მასწავლებელი თსვავს შეკითხვას და მოსწავლემ უნდა გამოიცნოს რომელ სახეობაზე, რომელ ფრინველზე, ცხოველზე ან თქვათ თევზზე ან წყალმცენარეზე არის საუბარი. ძალიან საინტერესოა, მე თუ მკითხავ, ძალიან საინტერესოა, ასე რომ მასწავლებლებს ნამდვილად გამოგადგებათ. ისეს აქ შეგეკითხებით, თუ დააინტერესა თქვათ რომელიმე სკოლას და მასწავლებელს, სად შეიძლება რომ აი მოიძიოს ეს სახელმძღვანელო? კი ბატონო, ესეც ძალიან კარგია რომ დამისვით ეს შეკითხვა. მინდა რომ აღვნიშნო, ეს პროექტი მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობით. ისინი ძალიან გვეხმარებიან და მოგვეხმარნენ მასწავლებელთა ინფორმირებაში, ამ პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, მათ მობილიზებაში და გადავწყვიტეთ, რომ როგორც დამატებითი აქტივობა, რომელიც აქამდე არ გვქონდა ნაფიქრი,
შემოგთავაზეს, რომ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე აიტვირთოს ელექტრონული ვერსია ამ სკივრისა. თვითონ პროექტი არ არის დიდი და საშუალება არ გქონდა, რომ დიდი რაოდენობით დაგვებეჭდა ეს სკივრები, მაგრამ ვინაიდან გვაქვს საშუალება ავტვირთოთ ელექტრონული სახით ეს მასალა, მასწავლებლებს, რომლებსაც რაღაც მიზეზით ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ აინტერესებდა და სურვილი აქვთ, შეუძლიათ რომ ჩამოტვირთონ ეს მასალა, ჯერჯერობით ახლა ატვირთვის პროცესი მიმდინარეობს, არ არის დასრულებული, მაგრამ როდესაც აიტვირთება ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს, იქნება ეს რომელიმე საგნის მასწავლებელი, თუნდაც ეკოკლუბის მასწავლებელი, ექნება საშუალება, რომ ესე იგი სამინისტროს ვებგვერდიდან ჩამოტვირთოს ეს მასალა და იქონიოს. ასე რომ გასაგებია ჩვენი მაყურებლისთვის, სამინისტროს ვებგვერდზე იქნება ეს განათლების სამინისტროს. ხათუნა, თქვენთან მექნება შეკითხვა, თქვენ სკოლაში თუ არის ეკოკლუბი და რამდენად დაინტერესებულები არიან ბავშვები, ზოგადად ეკოკლუბები და ეკოლოგიური საკითხები? კი ბატონო, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის ჩვენ სკოლაში ეკოკლუბი, მაგრამ ინტერესი მოსწავლეების მხრიდან არის ძალიან მაღალი და სექტემბრიდან გეგმავთ, რომ ჩვენ სკოლაშიც აუცილებლად იქნება ეკოკლუბი და ჩემი მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან ეკოკლუბის მუშაობაში. და ალბათ შავი ზღვის სკივრსაც ერთ-ერთი საკითხი, რა თქმა უნდა, ეკოკლუბის მუშაობის პროცესში ერთ-ერთი საკითხი იქნება შავი ზღვის პრობლემა, შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, პრობლემები ძალიან ბევრია, მრავალფეროვანია. მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა მრავალ პრობლემათა შორის იქნება შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის დაცვა. ბავშვებო, თქვენთან მექნება შეკითხვა, რა იცით ზოგადად ამ ეკოკლუბების შესახებ და რატომ გაქვთ სურვილი რომ ჩამოაყალიბოთ? ეკოკლუბებში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია ეკოლოგიურ პრობლემებზე. ვიცით, რომ ბევრ სკოლაში არის ეს პროგრამა დანერგილი, ამიტომ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენთანაც იყოს და მივიღოთ იგივე განათლება, რაც სხვა სკოლებში მოსწავლეებმა. როგორც ქალბატონმა ხათუნამ ბრძანა, სექტემბრიდან გექნება და უფრო მეტად განათლებით გარემოს დაცვითი კუთხით. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. სექტემბრიდან ეკოკლუბი გექნებათ თქვენს ბავშვებო. დიდი მადლობა. თქვენ კი ნახეთ ტრადიციული ეკო ამბები და წინ გველოდება ეკო ვიქტორინა. დედამიწაზე ნარჩენების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ყველა ადამიანი იქნება ეს გარემოს დამცველი. ხელოვანი თუ რიგითი მოქალაქე ამ პრობლემის მოგვარებას თავისებურად ცდილობს. მადრიდის ცენტრში დგას სასტუმრო სახელწოდებით გადაარჩინე სანაპირო, რომელიც მთლიანად ნარჩენებით არის აშენებული. ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი გერმანელი ხელოვანი ჰანს შულტია. ის ცნობილი გარემოს დამცველია და თავის არტ ინსტალაციებში ხშირად იყენებს ნარჩენებს. ჰანს შულტმა ეს სასტუმრო სანაპიროზე შეგროვებული ნარჩენებით ააშენა და როგორც ამბობს, მის ასაშენებლად 12 ტონა ნარჩენი დასჭირდა. ჩვენს პლანეტაზე არაერთი ლამაზი სანაპიროა. თუმცა ავსტრალიაში მდებარე ნიჟარების სანაპირო მნახველზე მართლაც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. სანაპირო მთლიანად პატარა ნიჟარებითაა დაფარული და მისი სიგრძე დაახლოებით 110 კილომეტრია. ნიჟარების სანაპირო შარკის ყურის შემადგენლობაშია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, როგორც უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემა. ტურინის ცენტრში ერთი უცნაური სახლი დგას, რომელიც თავისი არქიტექტურით ტურისტების ყურადღებას იპყრობს. მაგრამ ეს სახლი არც საუკუნეებს ითვლის და არც რომელიღაც ცნობილ იტალიელ დიდგვაროვანს ეკუთვნის. ეს არის 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 150-მდე ხეა გამოყენებული. სხვადასხვა სახეობისა და ფორმის ხეები ყველა სართულზეა განლაგებული და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტყეში ცხოვრობ. როგორც არქიტექტორი ლუჩიანო პია ამბობს, ტურინში ჰაერი ძალიან დაბინძურებულია. ამიტომ მსგავსი პროექტები ყველა დიდ ქალაქში უნდა ხორციელდებოდეს, რომ შემცირდეს გამონაბოლქვი და ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს.
თეთრი ლომი ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა დედამიწაზე. მათი დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკში ცხოვრობს, რადგან მეცნიერთა აზრით ეს სახეობა სხვა ლომებთან შედარებით სუსტი მონადირეა. ველურ ბუნებაში კი დღეს 300-მდე თეთრი ლომია შემორჩენილი. ისინი ძირითადად სამხრეთ აფრიკაში, სან-ბონას ნაკრძალში ბინადრობენ. სამხრეთ აფრიკაში ტურისტებს სპეციალურ ტურსაც სთავაზობენ, სადაც მათ თეთრ ლომებთან ერთად გასეირნება შეუძლიათ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ეკობანაკ ეკოხედვას ურეკში ესტუმრა და ერთი დღე ბავშვებთან ერთად გაატარა. დღე კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობით დაიწყო, სადაც მოისმინეს ლექცია კოლხეთის ეროვნული პარკისა და მისი უნიკალური ბუნების შესახებ. ლექციის შემდეგ ბავშვებმა მინისტრთან ერთად შემეცნებითი ეკოტური მოაწყვეს და კოლხეთის ჭაობებში პანტომით გაისეირნეს. ჭაობებიდან დაბრუნებულებმა კი ილიას უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად სამეცნიერო აქტივობაში, ფრინველების დარგოლვაში მიიღეს მონაწილეობა. შეისწავლეს თუ როგორ ხდება ფრინველების სახეობების, სქესისა და ასაკის ამოცნობა. ასევე გაიგეს, როგორ ხდება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება და მათი დათვლა. ბანაკში დაბრუნების შემდეგ ბავშვებმა მინისტრს არაფორმალურ გარემოში ეკობანაკის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს. დღის ბოლოს გაიმართა დებატები, სადაც მინისტრმა გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ეკო ვიქტორინის დროც დადგა და დღევანდელ ვიქტორინაში ერთმანეთს ეჯიბრებიან სკოლა ლამპარი და წმინდა ექვთიმე და წმინდა გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლის მოსწავლეები. აპლოდისმენტები ორივე სკოლას. როგორ განწყობაზე ხართ ბავშვებო? ამაღლებულ განწყობაზე. ამაღლებული? კარგია, ხუდი არ არის. თქვენ? თქვენს კარგი. მოდი ახლა გავიცნოთ გუნდები და მათი კაპიტნები და მათი წევრებიც რასაკვირველია. თქვენგან მე ვარ ლიზი და ჩვენ გუნდს ქვია შუმბა. შუმბა ეს ალბათ ზოოპარკში რომ შუმბა ლომი ყავდა იმის საპატივცემულოდ, ხო? ძალიან კარგია. მოდი გაგვეცანი შენი მეგობრები, ხო? ეს არის ლუკა, ნიკოლოზი, მაიკო და მარიამი. ძალიან კარგი. გუნდს ქვია შუმბა და ეხლა თქვენ გუნდსაც გავიცნობ სიამოვნებით. გიორგი, გუნდის სახელი ლამპარი, მარიამი, ელენი, ნანა. ლამპარი რატო ქვია? სკოლის სახელის ლამპარია და შესაბამისად გუნდსაც ლამპარი და სკოლას რატო ქვია ლამპარი? იმიტომ რომ ანათებს ცოდნით ანათებს მოზარდებს. კარგი, ნახოთ ახლა როგორი განათებულები ხართ და როგორი თამაში გამოგვივა.
კარგი წესები უნდა ახსნათ, რა თქმა უნდა, მე ჯერა იმისა, რომ ეს წესები კარგად იცით, მაგრამ ჩემი ვალია რომ მაინც აგიხსნათ ეს წესები. ჩვენი ვიქტორინა სულ 3 ტურისგან შედგება. თითოეულ ტურში სხვადასხვა სახის და სირთულის დავალებები გელით. პირველ ტურში ბავშვებო არის სულ 5 შეკითხვა. მეორე ტურში რა ხდება? მეორე ტურში არის 2 კითხვა და თითო სწორპასუხში 2 ქულას იღებთ. მესამე ტურში არის მხოლოდ 1 შეკითხვა და ეს შეკითხვა ფასდება 9 ქულით. ამიტომ ვიქტორინის ბოლომდე ორივე გუნდს აქვს ანგარიშის გათანაბრების ან მოგების შანსი. თითოეული ტურის წესებს ეტაპობრივად აგიხსნით, აქვე შეგახსენებთ false-starts, ხშირად მომხდარა ჩვენს ეკოვიქტორინაში. ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება გაქვთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიტყვიოთ წამწომი ჩაირთო. წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვაზე პასუხის გაცემის უფლებას მოიპოვებს მოწინააღმდეგე გუნდი. გასაგებია, ხო მე მგონი, კითხვები ხო არ გაქვთ? მაშინ მოვემზადეთ და პირველი შეკითხვა ეკრანზე. რამდენჯერ გადამუშავდება ალუმინის ქილა? მუდმივად თუ 5ჯერ? წამზომი ჩაირთო. არის პასუხი გიო გისმენთ, აბა? ალუმინის ქილა გადამუშავდება 5-ჯერ. არა, არ გადამუშავდება 5ჯერ. ამ შემთხვევაში რა ხდება ნინი? ამ შემთხვევაში შუმბას გუნდი მიიღებს 1 ქულას. აპლოდისმენტები დაუმსახურებელი, მაგრამ აპლოდისმენტები. ისე მითხარით, იცოდეთ თუ არა ამ კითხვაზე სწორი პასუხი. უბრალოდ ვერ მოასწარით ხელით მეჭე. და რახან იცოდით, დაიმსახურეთ 1 ქულა თქვენ. ძალიან კარგია. ალუმინის ქილები თითქმის უდანაკარგოდ მუდმივად გადამუშავდება და ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ და შეგვიძლია ჩავაბაროთ შესაბამის პუნქტებში. წარმოიდგინეთ ბავშვებო, რომ ალუმინის და ასევე რკინის ქილების გადამუშავებით შეიძლება დამზადდეს მანქანის ძარა ან თუნდაც ველოსიპედი. ხო და რაც ყველაზე მთავარია ბავშვებო, მათი გადამუშავებით ვამცირებთ ნარჩენებს და ვეხმარებით გარემოს. ანგარიშია 1-0, გუნდი შუმბას ასარგებლოთ. კიდევ ერთხელ ხორვალი აპლოდისმენტები. კარგი, მოვემზადეთ ახლა. შემდეგი შეკითხვის დროც დადგა. რომელი კონტინენტია მსოფლიო ლიდერი ველოსიპედების მოხმარებაში? აფრიკა, ავსტრალია თუ ევროპა? წამწომი ჩაირთო. არის პასუხი ლიზიკო, აბა მითხარი ხა. ანუ ვფიქრობ, რომ ავსტრალია. არ არის ავსტრალია სწორი პასუხი. დრო არის გიო, შეგიძლიათ იფიქროთ. ან აფრიკა, ან ევროპა. უნდა ცოტა იფიქრეთ, ხო? აფრიკა თუ ევროპა. ორიდან უნდა ამოირჩიოთ პრინციპში. აფრიკა თუ ევროპა. ჩვენი პასუხია. მაგრამ დღილაკს დააჭირო ჩემო. არის პასუხი გიო, გისმენ. აფრიკა დაუფიქსირეთ. არა. არ იყო აფრიკა, სწორი პასუხია შესაბამისად ევროპა. რა თქმა უნდა, ევროპა. ვერცერთმა ვერ გამოიცნო, მაგრამ არაუშავს. ამერიდან გვეცოდინება, რომ ევროპა არის ლიდერი და ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტად გადაადგილდებიან ველოსიპედებით. კი, ევროპაში ყველგან ველოსიპედით მიდიან სამსახურშიც კი. ევროპაში ზოგადად ველოსიპედი ძალიან პოპულარული ტრანსპორტია და ყველა ქვეყანაში მოწყობილია სპეციალური ველობილიკები, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ველოსიპედით იაროთ. განსაკუთრებით ბევრს მოძრაობენ ველოსიპედებით ამსტერდამსა და კოპენჰაგენში. ხო, მე ვიტყვი, რომ აქ არის სპეციალური ველოტურები, Tour de France, ეს არის პარიზში და ძალიან აქტუალური სპორტი არის. გონი პარლამენტარებიც ველოსიპედებით გადაადგილდებიან კოპენჰაგენში. პარლამენტის წინ კოპენჰაგენში ველოსიპედების ძალიან დიდი პარკინგია მოწყობილი. და სხვათა შორის დანიელებმა ძალიან კარგად იციან, რომ გამონაბოლქვი დიდ ზიანს აყენებს გარემოს, მათ ჯანმრთელობას იწვევს კლიმატის ცვლილებას და ამიტომ ისინი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტით მოძრაობენ და გადაადგილდებიან და კარგი იქნება თუ ჩვენც მიუბაძავთ დანიელებს. ჩვენ საკიდე მგონი მაღაზიაში პურის საყილადაც მანქანით მიდიან. ხო, თან როგორი მანქანებით, დიდი ჯიპებით, რომელიც ბევრ საწვავს მოიხმარს და შესაბამისად ყველაზე მეტად აბინძურებს გარემოს. ცოტა უხერხულიც არის, მე მგონი, არა? კი. ასე რომ ჩვენში დარჩეს თუ შორს არ მივდივართ, ჯობია ფეხით ვიმოძრაოთ, ეს კარგია გარემოსთვისაც და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ან თუნდაც ველოსიპედით რო გაისეირნო. ველოსიპედითაც რასაკვირველი მშვენიერი ტრანსპორტია, მე თუ მკითხავთ. მოკლედ ამ კითხვაზე ვერც ერთმა გუნდმა ვერ უპასუხა, მაგრამ არაუშავს, ანგარიში უცვლელია 1-0, ლიდერობს გუნდი შუმბა. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ, ცოტა გავხურდეთ. თან მოვემზადოთ მესამე შეკითხვისთვის. ყურადღება კითხვა ეკრანზე. როდესაც ბეჰემოთი აღებს პირს, რაზე მიგონიშნებს ეს? გამოხატავს აგრესიას, ამთქნარებს, ძახილის იმიტაციას აკეთებს თუ ტირის? წამწომი ჩაირთო. ბაბაბო.
ნახოთ აბა ნახოთ. შეგიძლიათ ინტუიციაც გამოიყენოთ. არ არის პრობლემა. ბავშვებო, დრო გადის, ნუ და გავიწყდებათ. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. რაღაც იქნებ აი ამდენ თათბირში დრო ამოიწურო. გვიანია ახლა მაგაზე ხელის დაჭერა. სამწუხარო. სწორი პასუხი იყო, გამოხატავს აგრესიას. თქვენ რას ფიქრობდით? ანალოგია. მე სად იყავი ახლა? არა, თქვენ? ეხლა არ უნდა მეთქვა და მაინტერესებდა მე რას მიპასუხებთ. ხო, ეს სწორი პასუხია, გამოხატავს აგრესიას. აი, შეხედეთ, თურმე ამ დროს არის განსაკუთრებით აგრესიული. თურმე ბეჰემოტის სპილოს შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცხოველი დაახლოებით 4000 კილოგრამს იწონის. ანუ ორ მსუბუქ ავტომობილზე უფრო მძიმე არის. ეგრე გამოდის. ხოდაშორის მთელი დღე თურმე წყალში გრილდება და ისე არც არის გასაკვირი არა, აფრიკის სიცხეს გინდა გაუძლო. გასაგებია. თითქოს ტლანქია, მაგრამ ძალიან კარგად არის, ადამიანს ადვილად ასწრებს და თუ საფრთხე იქნოთ ძალიან აგრესიული ხდება, მოკლედ ბეჰემოტის გაბრაზებას არ გირჩევთ. ეგ მეც გამიგია სხვათა შორის დათუნა, რომ აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველად ითვლება ბეჰემოტი. თუმცა ჩვენი ბეჰემოტი იმ პერიოდში არ გაბრაზებულა, როგორც ჩანს ძალიან მშვიდად იყო და ამ საყვარელი იყო და ამ ხრივ არ ემუქრებოდა საფრთხე ჩვენს მოსახლეობას. ანგარიში კვლავ უცვლელია 1-0 და მემზადებით შემდეგი შეკითხვისთვის. ყურადღება კითხვა ეკრანზე. რომელი ზღვა არ არსებობს? ცისფერი, თეთრი, წითელი, შავი თუ ყვითელი? წამზომი ჩაერთო. არის პასუხი და ლიზიკო ისე სწრაფად დაჭერილი. რა თქმა უნდა, აპარა აპლოდისმენტები. არ არსებობს ცისფერი ზღვა, როგორ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხო? ნუ არა და ყველა ზღვა ცისფერია რო შეხედო. სხვათა შორის ბავშვებო, ყვითელი ზღვა არ არის ღრმა, დაახლოებით 105 მეტრია. ესეთი ტბაც კი შეიძლება იყოს. ხო, აი თეთრი ზღვის ზედაპირის ფართობი კი ზღვებს შორის ყველაზე პატარაა. წითელ ზღვაში არც ერთი მდინარე არ ჩაედინება და ყველაზე მარილიანია. აქ მარჯნის ულამაზესი რიფების დათვალიერება არის შესაძლებელი. შავი ზღვა კი იმით არის გამორჩეული, რომ 200 მეტრს ქვეშ სიცოცხლე არ არის. იქ არის გოგირდწყალბადის უჟანგბადო სივრცე. ანგარიში 2-0 აპლოდისმენტები გუნდ შუმბას. ბრავო, ცოტა მკუხარი აპლოდისმენტები ნუ გვენანება. კარგია. ეხლა ვემზადებით პირველი ტურის ბოლო შეკითხვისთვის და განსაკუთრებით თქვენს გასაგებად უფრო მეტად ყურადღებით ვიყოთ, ხო? აბა ვნახოთ. ყურადღება, კითხვა ეკრანზე. სოფლიოში გამომუშავებული ენერგიის რამდენი პროცენტი ხმარდება გათბობას? 47%, 37%, 57, 27, 67 თუ 15%. წამზომი ჩაერთო. მე მგონი ამაზე ფიქრი მოგიწ. ესე უცებ ვერ გაცემა. კაი, ხა. შენ იცი დათუნა? 27. როდის გაიგე? არც თუ ისე გვიან. დავარი იცი. დავარი სამბურია. ბავშვებო, ნუ გავიწყდება რომ 30 წამია ზოგადად დრო და ეხლა უკვე ძალიან ცოტაა დარჩენილი. არის პასუხი? არის პასუხი და ლიზიკო, აბა გისმენთ. ჩვენ ვიფიქრებთ რომ 27%. არ არის სწორი პასუხი. სამწუხაროდ დროც ამოიწურა, გიო, ვეღარ უპასუხებთ, ბოლო წამზე დააჭირა და სწორი პასუხი იყო 47%. საერთოდ ზოგიერთ ქვეყანაში გათბობის სისტემები მუშაობს ქვანახშირზე. ესეთია მაგალითად ჩინეთი. ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება ჩინეთში ზამთრის თვეებში. ხო, პეკინის ქუჩებში ისეთი სმოგი დგას, რომ გარშემოს ვერაფერს ვერ ხედავ. ხალხი პირბადის garaშე გარეთ ვერ გადის. იმდენი გამონაბოლქვია, წარმოიდგინეთ. ხო და თუმცა არსებობს ისეთი ქვეყნები ბავშვებო, სადაც გასათბობად განახლებადი ენერგიის წყაროებს გამოიყენებენ და ეს ძალიან კარგია, მათ უნდა მივბაძოთ ჩვენ. კი, მაგალითად ესეთია გრენლანდია. აი რეიკიავიკში კი და გეოთერმულ ენერგიას ძალიან კარგად იყენებენ გასათბობად. ოხ, როგორ მინდა მან წასვლა შენ არის ცინინი რა. მოკლედ, ანგარიში კვლავ უცვლელია 2-0, ისევ და ისევ ლიდერობს გუნდი შუმბა. აპლოდისმენტები. პირველი ტური ამით დასრულებულია, შევხვდებით მეორე ტურში. ვიწყებთ მეორე ტურს, შეგახსენებთ გუნდის სახელწოდებებს. დღევანდელ ვიქტორინაში ერთმანეთს ეჯიბრებიან გუნდები ლამპარი და შუმბა. აპლოდისმენტები ორივე გუნდს. და ეხლა აგიხსნით მეორე ტურის წესებს. როგორც დათუნა მგვითხრა, მეორე ტურში სულ ორი შეკითხვაა. ოღონდ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, ბავშვებო. პირველ შეკითხვას ქვია იპოვნე
რუკაზე. მონიტორზე თქვენ ნახავთ ფოტოს და მოისმენთ მოკლე ინფორმაციას გამოსაცნობი ადგილის შესახებ. თქვენი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად მოძებნოთ რუკაზე ეს ადგილი. ეს ადგილი უნდა მოძებნოთ და არა სახელწოდება, ხო? გასაგებია, მოსაფიქრებლად კვლავ 30 წამი გაქვთ და მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ მეორე ტური, არა? ყურადღება ფოტო ეკრანზე. ეს ქვეყანა ბავშვებო აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს და გამორჩეულია იმით, რომ 3 დედაქალაქი აქვს. მდიდარია ძვირფასი ლითონებისა და მინერალების საბადოებით. იპოვნეთ რუკაზე ეს ქვეყანა. წამწომი ჩაერთო. ვა. ცოტა დროა ბავშვებო. არის პასუხი გიო. აბა, სამხრეთ აფრიკა შევარჩიეთ. ჩაარტყი. ბრავო. კარგია. მართლა გამიხარდა რომ მიაგენით. მართლაც ასეა. ეს იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. მოდი დედაქალაქებით ჩამოთვალოთ, ესენია კეიპტაუნი, ბლუმფონტეინი და პრეტორია. და ძალიან ლამაზი ქალაქებია, სხვათა შორის როგორც. იცი რამდენი სახელმწიფო ენაა? 11. კრუგერის ეროვნული პარკი კიდევ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაცული ტერიტორიაა აფრიკაში. თან ერთადერთი ქვეყანა აფრიკაში, რომელმაც უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. მოკლედ, ანგარიში 2-2 გახდა, აპლოდისმენტები გუნდ ლამპარდს. როგორც წეგამთქვი, მართლა გულწრფელად გამიხარდა რომ მოძებნეთ და სულ რაღაც ბოლო წამები იყო დარჩენილი. თუმცა ეხლა გვაქვს მეორე ტურის მეორე შეკითხვა. და შენვე აგვიხსნი, ხო? ბავშვებო, მეორე ტურის მეორე შეკითხვას ქვია მოусმინე ბუნებას. ეკრანზე ნახავთ რამოდენიმე ფრინველის ფოტოს, შემდეგ მოისმენთ ხმას და უნდა დააკავშიროთ თუ რომელ ფრინველს ეკუთვნის ეს ხმა. მოსაფიქრებელს გაქვთ ისე 30 წამი და იმარჯვებს ის, ვინც პირველი ამოიცნობს ფრინველის ხმას. ძალიან მარტივია, მე მგონი, ნახოთ როგორ ერკვევით ფრინველებში. რომელ ფრინველს ეკუთვნის ეს ხმა? ბოლო ცეცხლა, გვრიტი, მერცხალი თუ მწვანულა. წამსები ჩაერთო. არის პასუხი გიო, აბა ნახოთ. ჩვენი პასუხი არის გვრიტი. არისო გვრიტი. ჩიტი გვრიტი ეგ არის. ჩიტი გვრიტი არისო დრო გვაქვს ლიზიკო, შენ გუნდთან ერთად მოითათბირე და გვიპასუხეთ. რა კარგია ბუნებაში ყოფნა. ბაღის ფრინველი. ბუნებაში სარიან. ცოტა დროა ბავშვებო. რაღაცა მაინც ამოირჩიეთ ამ ჩამონათვალით. არის პასუხი ლიზიკო გისმენთ. მწვანულა. ბრავო! კარგი გოგო, ხან მე მივხვდი ახლა რომ ზუსტად არიცოდი, ივარაუდე, ხო? კი. ხო, მაგრამ მაგინდა ორი ქულა გაქვს, აპლოდისმენტები. ანგარიშია 4-2, აპლოდისმენტები და ჩვენ შევხვდებით მესამე ტურში. დადგა მესამე და გადამწყვეტი ტურის დრო. ამ ტურში სწორი პასუხი ფასდება 9 ქულით და ეს ტური ორივე გუნდისთვის იქნება გადამწყვეტი. ნახოთ, ვინ გაიმარჯვებს და ვინ წავა დაუიწყარ საზაფხულო ეკო ბანაკში. ძალიან მარტივია, კითხვა გამოჩნდება ეკრანზე, მე წაგიკითხავთ. მოვემზადეთ ახლა და შეკითხვა ეკრანზე. ქალაქი ევროპაში, რომლის სახელიც მარილის ქალაქს ნიშნავს. რადგან აქ უძველესი დროიდან მარილს მოიპოვებდნენ. ის ასევე ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიტორის მშობლიური ქალაქია. დაასახელეთ ეს ქალაქი. წამწომი ჩაერთო. გადამწყვეტი ტური. ფიქრეთ, ბავშვო, კარგად. просто მაითან ხო ასოცირდება და ისაა კომპოზიტორი შოუ ქალაქია. ძალიან ცოტა დრო დარჩა ბავშვო, რაღაც მაინც იქნებ. დრო ამოიწურა ბავშვებო, დრო ამოიწურა. სამწუხაროდ ვერცერთმა გუნდმა ვერ გასცა ამას სწორი პასუხი და სწორი პასუხი იყო რა? ესე იგი ეს კომპოზიტორი გახლავთ მოცარტი, ქვეყანა ავსტრია, ხოლო ქალაქი ზალცბურგი. აპლოდისმენტები და გაიმარჯვა გუნდმა შუმბა! ბრავო! არა უშავს, გული არ დაგწეთ, თქვენთვისაც გვაქვს საჩუქრები, ნინი და დათუნა, თუ შეიძლება მოგვიტანეთ საჩუქრები. თითოეულ თქვენგანს გამარჯვებულსაც და წაგებულ გუნდსაც გადმოგეცემათ სერტიფიკატები, ნიშნად იმისა, რომ მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს ეკოვიქტორინაში. და ასევე წიგნი რა არის თავისუფლება, რომელიც გამოსცა არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე. მოქალაქე და მთავარი პრიზი, რომელიც ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქემ დააწესა
საგზური ეკობანაკში აპლოდისმენტები. აი საგზური გადაეცემა ლიზიკოს გუნდს, გუნდის შუმბა. გილოცავ, ბრავო, სულ წინსვლა და წარმატებები. გული არ დაგწდეთ, ეს ყველაფერი თამაშია, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ შაბათს, ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებით. კარგად. ნახვამდის.